მანდელი შოუს სტუმარი გახოთ განსაკუთრებული სტუმარი. დიახ. ულამაზესი, უნიჭიერესი, უკარგესი და რაც თავარიაში. ქართული შოუ ბიზნესის მარად კაშკაშა ვარსკვლავი. ია სურავა. Bravo! რა კარგია რომ ჩვენთან ხარ? ხო, ჩათვლის. ეს აპლოდისმენტები თან დაყვება მარად, მე ვიცი, ხო. სადაც მიდიხარ სულ აში ისმის. აპლოდისმენტები არასოდეს არ ელოდება. ისედაც არის. სულთან დაყვება. ვეჩნად. ხო, როგორ ახ? ვეჩნი და მუდმივად. ვეჩნი აპლოდისმენტები. გითხარი როგორ ახ? რა ვიცი, კარგად. თქვენ? ეგ უკვე კარგია. შინავად გამოიყურეთ. თქვენთან რო ვარ, იმენა მაგრათ ვარ რა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენერი სამივე ხართ ძალიან მაგარი ადამიანები და სამივე მიყვარხართ. всё. გია, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სასწაულად გამოიყურები. აბარა! და გია, კიდე ერთი რამ. კამერა მოვიდეს. მოსვლია. უტრებლანი. როდესაც მას დაუსვეს კითხვა, გია, შენ რატო ყავს დაცვაო? იცით რა უპასუხა გიამ? სილამაზეს დაცვა არ ჭირდებაო? აბარა! შეხედე დღეს. თან ხომართალია ეს კაცი. გია, შენი შემხედვარე, ჩვენ ხვდებით, რომ რეალურად შენ როგორი თამასაც გიჭირავს. ესეთი თამასაც ჩვენ ხა ვერ გიჭირავს, იმიტომ რომ შენ რამდენი ხანია ხარ ძალიან მაღალ თქვი რამდენი წელია? 32 წელია და შენ ახერხებ ყოველთვის იყო ძალიან მაღალ დონეზე, შენ პროფესიონალის ჩვენ ვაფასებ სერიოზულად. გია, პირველ რიგში გითხარი, შენთვის როგორი იყო ახლა ეს პერიოდი ხა ჩვენთან პირველ ჩვენთან გაქვს პრემიერა. როგორ ჩაიერა ამ პერიოდმა? კარგი არ იყო, ვერ იყო კარგი, როგორც ყველა ადამიანისთვის არ იყო, იმიტომ რომ რო არ მოგატყუოთ ერთი 10 მაგარი გასტროლი გადამედო. იმიტომ რომ შენ სულ მაგრამ მე ვარ ის ადამიანი მომღერე, რომელიც წინასწარ ვიღებ ბეს, ამას ქვია წინასწარ ფულის აღება. და ძალიან ცოტა სანერვიულო სიტუაცია შემეკვდა, მაგრამ მაინც ცოტა იმედია, ხო, იმოქმედა, კი. მაგრამ ხო დაგაგდებოდა შეიძლება შენ თქვა წინასწარ. ძალიან ბევრი ფული დამოყდა, კი. არა, და ცოტა ოქროს აუდიტორიას გაუსვა. გია, დღეს ჩვენი მონოლოგის თემა იყო ჭორები. ეხლა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, განსაკუთრებით საქართველოში კიდე მე ხო საერთოდ სპანარი თემაა და შენზე ყველაზე რაღაცნაირი ისეთი უცნაური რა ჭორები, ბიჭო, მომეცეს ბალიში. არა, შენზე ბევრი ჭორებია, ეხლა გია, შენ ისეთი პოპულარული ადამიანი ხარ, რომ შანსი არ არის ჭორი. გამორიცხვა. ეგრე რა. ბევრი ჭორია ძალიან, ამიტომ აი ყველაზე ისეთი ჭორი შენზე რა მოგისმენია, რაც ისეთი ან დაგამახსოვრდა, ჭორი იმისია, რომ აბსურდული იყო. სახალის. რამე დაგამახსოვრდა შენზე ისეთი რა გაგიგია ყველაზე მეტად. მაგ იმ პერიოდში, როცა მე მყავდა 15 დაცვა. 3 მანქანა დამყვებოდა. მაგ პერიოდში მეუღლეს გავეყარე. თურმე ისე გამიკეთებია, რომ მე ჩემ დაცვას წავეყვანინე ჩემი ცოლი და ცოცხლას ჩაუმარხე. მოიცა ეგეთი აბავი. მე ეხლა ვერ მაყურებსოთ რომ ეს სპორტსება, ჭორია საუბარი. არა, დიღმისკენ რა სასაფლაოა, არც მაგ. ბუხატგვერდში? მაია, კვესელავა ჩამიმარხია. ასეთი იყო ჭორი. ეს არის ჭორი. და ეხლა ნაღდი ამბავი. არა, და ჩამიმარხე. ეს ნაღდი. აი, ჭორი აღარ ყოფილა, ნაღდად გავაკეთე. აი, გია. ბარემ ჭორი იყო და რა აი, ხა მისწევ მაყურებელი ხმრობა მაგ. ხო და ეგ ვიფიქრე, ბარემ ჭორი ემეთქე, რატომაც არა. აი, შენ გიჭორავია როდის მე ვინმეს, არა, ვერასოდეს, იმიტომ რომ მე არც ეს ტიპი არა ვარ. ეგეთი რაღაცები არ მევასება. ხო, ჩვენი შოუ ბიზნესი დათათულოს ხია ყოს ზიაში. ჯერ ვიზე უნდა ვიჭერაო, მე ჩემს თვალებში არავინ არა ისეთი ადამიანი. ვიზეს ღირს ჭორავ. ღირდეს ჭორავ. რა თქმა უნდა. არა, უნდა ვიჭერაო. აბარა. აი, გია, ეხან ისეთი კითხვა უნდა გაგვიცო, რომელიც უკვე რეალობასთან გვაახლოვებს. არის ესეთი ინფოები ამ მოტივიდან, რომ შენ გაშორდი და შენ პირად ცხოვრებაში რაღაც გარკვეული
ცვლილებები შეინიშნება და ამაზე ორ სიტყვას ხო არ გვეტყვით. ძალიან ბევრი ადამიანს ეს აინტერესებს. ხო, იმიტომ რომ ამაზე უნდა პირველი ნაწილი. ხო, ნუ ეს ყველაფერი ახლა მოკლედ გეტყვით. მშვიდობა არ არის. არ არის. ой. დავშორდით ხო რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ადამიანი ვერ იტანს, ნუ აი ამას ჩემს დარევას. აი ამას გამო შეიძლება როგორ მეცნობა ეს სიტუაცია? და ჩემს მეუღლესაც როგორ ესრობა ეს? როგორ მეცნობა ეს სიტუაცია? შენ გეცნობა პირადად? არა, მე მეცნობა სიტუაცია. შენ, ხო, შენ. შენ ერთ რამეს გეტყვი მე შენ რა. თავარი, მომისმინე მე ხარ ვიცნობ ვინ არის, მაგრამ მე შენ გეტყვი ერთ რამეს. თავარი არის სიყვარული. მე სიყვარული ამ თავარი. მე დალევა მიყვა. გაიგე? თუ ადამიანს გულით უყვარ ხარ, თუ ადამიანი შენზე ფიქრობს, ძალიან გთხოვ, როგორმე ერთი დალევა მოგვითმინეთ ძალიან დიდი ბოდიში. როგორმე რა? სერიალი გული და სული ვარ. გაიგე? გაიგე? რა მოხდა? ეხლა ჩვენ რა არის გითხრა? ხო არის საიდუმლო ალკოჰოლიკთა წრე და ეს იყო აშკარა. და ყველას გონია ცხოვრებაში. ასე მოკლედ გადავწყვიტეთ. მოკლედ ესეთი ამბავი უნდა გავიხსენებას რა უნდა. იას, ნუ როგორც წეგან თქვი 32 წელია სცენაზეა და ეხა თავიდან რო გაიხსენო გიას მოკლედ ასე ვთქვათ პირველი ნაბიჯები რო დაარქვა ამას ანაში. ნუ ერთ-ერთი არა, მე მგონი პირველი, ხო, ვინც ფილარმონიასთან ლიმუსინით და სამი ხალხად პირველია. ესე ხელში დაყავდა კონცერტები რო ქონდა კი არ დადიოდა. ხო იცი და რო ლივლებენ ჰაერში აწეული. ლევიტირებდა. ესე დადიოდა, იმიტომ რომ ეს ხელში დაყავდათ ხოლმე. ეხლა ერთი ამბავი ეგეთი უნდა მოყვე რა. ზესტაფონში ჩემს მშობლიურში. გია სოლო კონცერტია წარმოიდგინე. სამი კონცერტი. ანშლაგია. ოღონდ ბილეთები ვისაც ნაყიდი აქვს. სამი კონცერტი, მაგრამ სამივე კონცერტის ბილეთები გაყიდული რო იყო, კი არ ნიშნავდა რომ ახლა ბილეთი ქონდა უკვე შესული იყავი შიგნით. არა, რო გაბაზდა რომ კონცერტია და დღეს არის კონცერტი. თუ ჩამოხვედი. ხო, დილიდან ხალხი იყო. ხო, ეგ ქალაქშია? ხო, იმიტომ რომ ეს მისტიკასთან იყო ახლა. იმემ შეამჩნია? მართალია რომ გიას რომელში არა, ის აქ არის. მა გავარდა, ის აქ არის. და იხულა ხალხმა და შეცვიდა. დედას გებიცები დასაჯდომი ადგილი ხო არ იყო, დასაჯდომი ადგილიც არ იყო. ბილეთი ჰქონდა მე და ჩემეგორებს, მაგრამ შინით ადგილი აღარ იყო. და გარეთ ფანჯრის ამოჭრილი გისოსიდან შევიპარეთ. მათშო. ძირითადად უბრალო მოკვდავები ვისხედით ქვემოთ, ესე ვთქვათ, პარტერში და იარუსზე უკვე რამდენიმე სერიოზული ესე მოდი კანიერი ქურდები ჩემი ხალხი, ჩემი საყვარელი. მოკლედ ესეთი ამბები გაქვს მოვლილი სახე გახოკილი ადამიანები მის გარშემო კონცერტზე მოდიოდა დაცვა, მოდიოდა პოლიცია და მოდიოდა სასწრაფო. ხო. და სახანძროც, იმიტომ რომ ზოგი ჩასაქრობი იყო. ხო იყო ზოგი ხო საექიმო იყო. ზოგი შეითებოდა აკრობდნენ მათ ესე იწოდნენ. ხო, სხვათაშორის მე არ ვიცი ეგეთ. მოდი ჩვენ ესეთი რამე ხარ გავაკეთოთ, ახლა მე ვფიქრობ იმაზე რომ რამე რო იყოს. ჩვენ სამთან დუეტს არ ჩაწერთ. დუეტი აღარ მომავალზე არ დუეტ ბოდიში არა ხო რაც გამოვა საერთოდ კვარტეტი ხო ანუ დუეტი გულისხმობ ჩვენ სამი ხო ერთნი ვართ რატომაც არა ჩვენ სამი ვართ ერთი ეს ვიღა აქ რა ხდები სასწაული მოკლედ რა სასწაული როგორ ახარ ჩემო მეგობრებო აკარგი სტუმრები როგორ ახარ გენაცვალე თქვენ გია როგორ ახარ გენაცვალე აი აი და მოიყვანეთ როგორ მადლობა რომ შემოგვალეთ გენაცვალე გაიხარეთ ჩემო ვაიმე ისტორია ეხლა უნდა მცნობდე კარგი რა გეხვეწები რა მოკლედ ნიკა გეტყვი რა ამბავი იყო ეხლა მე და სოსო ლოკაციებს ვათვალიერებდი ჩვენი ახალი კლიპის გადასაღებად და სტუდიიდან გამოდიოდა ეპატაჟის და ოქროსფერის სხივები და მაშინვე მივხვდი რომ შენ სტუმრად გეყოლებოდა შოუ ბიზნესის უფავრალომი გია სურამელაშვილი გერვალეკია ია გასკიცავარ ძალიან მიყვარ ძალიან მიყვარ ხარ აი დედაზე ძალიან მიყვარ ხარ გეტყვი იმიტომ რომ დედაც შემის იავნანაზე მეტად და მეტჯერ შენი ნინიკო მაგ მოსმენილი მინდა გითხრა და ძალიან მიყვარ ხარ კილო გენაცა იჯი ჯარი თავადაც ეპატაჟურები ხართ ბიჭებო როგორც ყოველთვის და დიდი მადლობა რომ შემოგვეჭრა რატო ზეცაჩუმად
სოსო მე მგონი სოსო რაღაც გასულია და იყოს არ შევაწუხოთ პარალელურ სამყაროსთან არის პირდაპირ კავშირში მე ვატყობ ახლა სოსო და მოდი ხელი არ შეუშალოთ ის სოსოს თან წნევები აქვს სოსო თუ იხვის რამ ისო გაშიშვდი მეცვეზიარები რა მაქვს ჭეში რა თქმა უნდა სოსო შენ არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება ფოტოშორის გიაზე გეტყვით ერთ რაღაცას გი არის ყველაზე სკანდალური და ეპატაჟური ადამიანი ერთადერთი ადამიანია რომელმაც მუსიკის გამო მას გადაეცათ ოქროს გლობუსი და უარი განაცხადა მან და რატომ ხუმწოდები მოიცა რას ქვია ოქროს გლობუსს აძლევდი რა თავად უარი ნიკო შენ არ უნდა გეშლებოდეს მითხარი არ ვიცი რატომ და გეტყვი ახლა იმიტომ რომ თავის ოქროულობას რო გადახედა ოქროს გლობუსს უკვე ქონდა მას მიხვდი თან ორი მაგიკო ვანიკო გენაცვალე შენ ძალიან მიყვარხარ და შენზე ყვითელმა და ეპატაჟურმა ჩიტმა მომიტანა ამბავი რომ შენ ძალება გიყვარს ხო ასეა მე ესეთი რაღაც ხოსვარ შენ და გიყვარს დალება და ესეთ რაღაცას გეტყვი და შენ პირდი ექსკლუზიურად თუ შეიძლება ჩემ მაყურებელს შეპირდი თუ როდესმე ღვიძლი გაგიდიდდება ჩემ გადაცემაში გამოაჩენ ხო მითხარი ეხლა და მე შემიძლია ეხლავე გამოვაჩინო ეხლა ვერ გამოაჩენ მაგრამ მოგამაგირო და იმედია მალე რომ ჩემ სკანდალურ გადაცემაში გავაჩინო აუ ჩაკეთან მეგობრებო მოკლედ უყურეთ ჩემს გადაცემებს და შემდეგ გადაცემაში მე სტუმრად მეყოლება თერჯოლელი თუში მეცხვარე რომელმაც საგარეჯოში ჯუგანის მარშრუტკების წინ სკანდალურად გაიხადა ამას ნახავთ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო რა კარგები სოსო წამოდი წნევა და არ შეიძლება ვაუ მაგარი ძალიან კარგი იყო კარგი სტუმრები ყავდა გია ჩვენ ერთი საინტერესო ოთახი გვაქვს აქ სტუდიაში რომელსაც ქვია ლიდერბეთის ოთახი სადაც ხორხოცი და თამაშობები მიმდინარეობს და ასევე სტუმრებს პრიზებს გადავცემთ და პრიზებს გადავცემთ ხოლმე რა თქმა უნდა და დღეს არ მინდა რომ ინებებდით პატივცემოლოგია რომ ჩვენთან ერთად ითამაშოთ ვაიმე დედა რა იყო ეხლა ეს ანუ არანორმალური ზეწოლას ახდენს რომ დათანხმდე გადავიდე კი მაგრამ ეხლა მე იო მაგრამ აღარ გასწინი ხო და როგორც ხედავთ პატივცემულო ტელემაყურებელო და პატივცემულო გია ჩვენ მიმყოფებით ლიდერბეთის სასწაულებრივ ოთახში სადაც არაჩვეულებრივი თამაშები მიმდინარეობს ხოლმე და ჩვენთან ერთად არის ჩვენი უცვლელი მეგობარი ფილიპინიდან დანიში ეხლა პატივცემულო გია რაში მდგომარეობს ამ თამაშის მთელი ხიბლი ჩვენი მეგობარი ჩვენი ძმაკაცი დიდი ხნის ძმაკაცი ფილიპინიდან დანიში ხო მის ყურში გაჟღერდება ქართული სიმღერა და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ შეეცდება რომ გადმოსცეს თავისი იმღერებს და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რა ქართული სიმღერაა მოიცა მის ყურში გადმოცემული მე როგორ გამოვიცნო აი ამაშია მთელი თამაში ის იმღერებს ჩვენ ის იმღერებს მოკლედ ზაბავთ ყურადღებას და ვნახოთ დაიწყო ამაზი ზიამცემია რაღაცა ვერსია აქვს რაღაც ვერსია გია ამოქმედა წითელი ღილაკი მოით რას ფხეროდით მაო რაღაც ვერსია რა გითხარით ვერსია არ ვარ დარწმუნებული მაგრამ რაღაცა და რა ვერსია გითხარით ქართლებს და ნანა ქართველებს ანაია და ჯანაია Let's rock. ესე რომელიმე გუნდს წაგება უხაროდეს. ვიღარი არის. აბა შემდეგი თუ შეიძლება. რამე ვერსია სესა დუცადურა სიცადიო დედურა სიცადურა და დაგვას სისადურა მოიცა სისადურ ია ფორმაშია
ია ფორმაშია დიახაც. არა მეც რაღაც კარგი გუნდი ხარ. შეხარ ფორმაში. 2-0 ვიგებ. 2-0 იგებ. გიოს უყარ ხარ შენ. თუმცა დროებით. გიას უყურე. ეკონეცნება რა სიმღერა? არა, ჩვენი ვერსია. არა, გიამ და არა, დაგასტარი. ექიმომა. აქიმობა დაიბრალე. აბა, ეხმობას თუ გამიწევ. აი! შედაგეთ დილა თუ ბინდია ხარ. იყო ცოტა ხარი. კარგია, იყო Next one. გიჟდები პროფესიონალები საერთოდ. მოიცა ხულა უნდა ავიღოთ. დია კაცო, დია. Estracemi cremia, scroperețemia. ეს ყველაფერი შე. Камаჯერია ჯებია ცნამეთე. აუ დანიშრას. აიცა. მოიცა. Carmina, პორეზოში. ისი? ემგონ. აბა თქვი. იბადება ქართალი. თან ჯაეჯან. გავაგზავნოთ. მე წავედი ხვის ვერსიას. გაიგე? შემდეგი. ბედის ირონია ამას ქვია. შემდეგი. ისმენ დანიშ. Каменebe წერიჩინიმეჩი. არაძროს ახონო წერეკმე. რეჩიტატივით არის. ხო. მარემ წერეცრემი камере წერიჩინი. ექსამბლს ჯერ. ისმენა წერიჩი. თქვი ჩქარა. ხო, იქნება რა. კომეჩინიმში. აბენანაჩი. მოიწება გალაქტიონის ტექსტით. ჯერ არა დრო. ერთი წამით. გია, გალაქტიონის ტექსტიც რო იწყება. მეგონი ჩემი, ეგ? გაგლია. რა პრეკაცო თქვი? მართლა? მე 33-ია ხო არ არის? ჯერ არა დრო არ ყოფილა სხვა გალაქტიებზე რო ლაპარაკობთ, მაგით ვიხმურე თორე. მოიცა, შეიძლება კიდე. არა, ეს იმადებება, იმიტომ რომ იქ ამბობდა რომ გალაქტიონის ტექსტის მიხედვით. ერთი ხულა გვანჩუხეთ ეხლა გვანჩუხეთ. ოკეი, შემდეგი. აზარტი ხო უნდა მიცეთ გია ეხლა არა. 5 წელს ხო არ თუ მოგება. ხო, მაგრამ ერთი მაჩი არა, ისეც ეყოფა რომ ძალიან მიწა. მოძრაობებით იქნებ მიუხვდეთ ბიჭო. Go, get a melia. Oi! გასტარით მე ვიღერებ ამ სიმღერას. Yes, დანიშ ესე იგი. კურდღელი, ზაზემი დისკურდღელი, ცერკი პრანჭია. გზაზემი დისკურდღელი, ცერკი პრანჭია. ცერკი პრანჭია. ურდღლებში და პრანჭიაში. გამარჯობა ბაჭია. ეხა მაქსიმ გარას ვერასოდეს ვერა მოგ. გაუკვირდა მელიას, უი რა უზრდელია. რეწინა საკვირველია. რა გიხარიათ? შეწინა ვარ. ძალიან აქტუალური სიმღერაა გამარჯობა. ძალიან პოპულარული. კი. მეციდე ძენ მოძი მეკენებიო
მე მულინძილები დედამი თვალი შემი გოჩილმიო ზემოჩანელებიო მი ეს შეკრობილია. დაწყობილია კი. ამბობენ. გავაგზავნოთ. ვანიკო უკვე ვაგებთ, მაგრამ გარუნა. ცოტა მოვიდეთ ხო? რაყვავიო გოციე დამაცი შემოცე როგორენება ზემოსო ძალიან მინდა დანიშის კონცერტი მოცემი მოგნემინიო მოწეამომოწენებენებენებე გადაულია ნამაშრაცი დამეშივიდი გადაულიან. გადაულიან ახური ისროი რაღაც. გადაულიან, რა გინო, ვერ გავი. გადაულიან. რა სიმღერაა? ნუ გადაულიან ურევია, ვარ პასუხისგებელი. ხო, მეც. შენ? მოიცა არა მე არა, გია, გადაულიან ხო შენც გაიგე. გადაულიან კი გავიგე. გადაულიან და მემოს. ეგ არ არის, გადავთუ მანდ არ არის გადაულიან. შემოუკროლებს სიყვარულებაზე მოგვემო იმერეთი სამეგრელობურია და აჯარული განდაგანა შენ დამილოცე ღმერთო იესო ჩემი ქვეყანა მოიგეს ბიჭებმა მოიგეს მოგვიგეს ბიჭებმა მოგვიგეს ბრავო დანიშ ვაღიარებ ძალიან მაგარი მეწყვილე მყავს. მაგრები ხართ, კარგები ხართ. მადლობა. Thank you guys. ჩვენი თამაში ბულა აქვე ამ წუთას თქვენ სულ ახალი თამაში გელოდებათ. და ჩვენი შემდეგი თამაში, რომელსაც ქვია ვისი სახე, ვის ფილმშია, ხო? კარგია, კარგი. აბა ნახოთ. ესე ჟღერს. ანუ თამაშის პრინციპი რა, ისევ გუნდებად ვარ დაყოფილი პატრიცემოლოგია. მონიტორზე გამოჩნდება ფილმიდან კადრი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი მეწყვილე მყავს. ბრავო. ის მან ჩვენს გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მაგარი. ბრავო, ილო. ახლა ვნახოთ რა იქნება მე მონიტორი. კიდე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი მეწყვილე იყოს. მაგარი, ძალიან მაგარი. კი ბატონო, ძალიან კარგი. ჩვენს მონიტორზე გამოჩნდება ფოტო, კადრი ფილმიდან, რომელშიც პერსონაჟის სახეში ჩასმული იქნება ფოტოშოპში ცნობილი ადამიანის სახე და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ ფილმიც და ცნობილი ადამიანის. აჰა, ვისი სახეა, ვის პერსონაჟზე, ვის ფილმში. წავიდა. ეს არის თელი მისია. დასწრებაზეა აქაც. მე. გოდფადერია. ხო? ხელს ხო არ გიშლით? ნუ დააფიქსირეს, დააჭირეს ღილაკს ხელი, ესე იგი პასუხი უნდა დააფიქსირონ. მე მაქვს ამასობაში. მეს მაგ ვერსია უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ნახე მამა, ჩიკო მემფარეძე. ბრავო. ნათლი მამა ვიცოდი, მაგრამ აჩქო მბრზი არა. ოჩა. რომელი სილამაზეს როგორ ვერ ნახავდი ახლა. არა, ნუ ეხა ვიცანი. აჩიკო ძალიან ლამაზე ხარ რა. კი. შემდეგი. ვახჩემი. აუ, ის ვინ არის ვიცი, მაგრამ. რა. მოიცა თუ ეგ არის ახლა. ჯოხაზე ანრი. ანრი არის ჯოხაზე. ბაშია ჩუკი, ბაშია ჩუკი ეგ არის? კი, კი ეგ არის. ოთარ კობერიძეს როგორ წააგავს ბატონი ანრიკო? ნახევარი ქულა გვეკუთვნის და გავიყოთ, კარგი, შემდეგი. გიამ ის გამოიცა ანრი და შენ ბაში. ანრი ნახე როგორ უხდება ხმალი და ხუჭუ ჭათმა. ვაი.
ბიჭო ფილმია ქეთო და კოტე და მაია ასათიანია რა. არა ვერ მოგართვით. ეს არის ფილმი. სოფო ნიჟარაძეა. და ფილმი ქეთო და დაგასწარით. მართლა? მე თქვი კაცო. ქეთო და კოტე ფილმი და სოფო ნიჟარაძე. გვიგებთ ვანიკო. არის უმშვენიერესი არის. ნიჟარაძე კი ქეთო და კოტე და ნოგოდ რეალურადაც შეიძლება ქეთო და კოტე და სოფო ნიჟარაძე კიდევ ხო ნათამაშებია ჩვენ. ო, ნათამაშები და მაგიტოა. ჩვენი სოფო ნიჟარაძე. მიუზიკლი კაი. შემდეგი. მე სურამელაშვილი. როგორ დავაჭირო ხელი და ფილმის გლადიატორიო. გლადიატორი. რასელ კროუ. მაის შენ წარმოიდგინე. დია ფილმს ვარ და როსკის და გლადიატორი. გლადიატორი თქვი ხარ და მე გია სურამელაშვილი მაქსიმუს პროქსიმუს. My name is გია სურამელაშვილი. და მე ვიძიებ ამ შოუ ბიზნესის სახით დანიშნულს. ბრავო. ოჩა. აქ რა გამოიცნო? გაში სურამელაშვილია. მე ვარ არა. სურამელაშვილი. გარანტია. აგეროთ ხულა მოიპოვეთ ბიჭო ბრავო. შემდეგი ოჩა. შემდეგი თუ შეიძლება? ერთი ვიცანი, მეორე ვიცანი. ორივე დივა იცანი? ორივე დივა ვიცანი მე ვფიქრობ და ფილმიც არ უნდა მეშლებოდა. მერლინ მონრო და ლელა წერტომია. Yes. ლელა ვიცი. მეგარი. მე ლელა. და მე. გია უცბაცერია. დაჭერას ვაკეთე დამასწრო გიამ. ეგონა მესარგებლები პაუზ ხო რა მე ჩვენი მირჩევნია. მეც ლელა მირჩევნია. მე ჩემი მირჩევნია, ჩემი პატრონი. შივის გულის ფოს. ლელა მიყვარ ხარ? ლელა გვიყვარ ხარ? კი. შემდეგი წინაზე იზო. კი ბატონო. მოიცა. მგონი ეგ არის. შეიძლება იყოს შოუ ბიზნესიც არის ყველა. არა, ეს არის მე მგონი. მე მგონია სალომე ზურაბიშვილი და სალომე ზურაბიშვილი. არა. აბეზარა. სალომე ზურაბიშვილი და ძერა. თქვენ ხოლმე ჭრიჭინა. მე ვფიქრობ ძერა და ჭრიჭინა. თქვენ თქვენ დაიწყეთ. ჭრიჭინა და ძერა, ეგზე შენ თქვით. ჭრიჭინა ხო? ქვისა და წარმომიდგენია გიორგი ვასილიშვილის. ეს ჭირი ყოფილი. გიორგი, თქვენ მოვყავით ძერა. იმიტომ რომ მე აშკარად არ მისწრია და აბა ვინ მოკლა მაშინ ძერა. სიო გამოვიცანე. შემდეგი ოპა. მოდი მე გამოვიცე. ყველა ვიცანი ეგრე ჩვენ სამსახურის ის. ეს არის ჩვენ ეს არის ქართული ეს არის ქართული მატრიცა ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე და ინგა გრიგოლი. და ფილმი არის მატრიცა. მატრიცა. და ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია უნდა იყოს საესე. და როესრიან აი ესე. ეს რა იყო ხა? შეული რადონის მეწყვილე მყავს, ხვდები? ფანტასტიკური. ეს ფანტასტიკური. მოძრაობებისაცი. ოი, ამაზე. მაგრამ აქამდე სამი გიამ გამოიწვა. ორი მაინც არ თქვა. იგას უხდება შავი სათვალე და მატრიცობა. და ეს თამაშიც ამოიწურა, მეგობრებო, და ჩვენ არ შეგვიძლია პატივცემულო გია ჩვენმა დიდმა სპონსორმა თქვენ საჩუქრად გადმოგცათ ლიდერ კარდი, უკონტაქტო ლიდერ კარდი, ლიდერ ბეტისგან Z500 ლარი არის დარიცხული და მე ხმარით მშვიდობაში. რა შეგნება?